მოგესალმებით, ეს არის ვატო და ტატოს პოდკასტი. მე ვარ ვატო, ჩემი თანაწამყვანი, რა ვთქვი, მე ვარ ვატო. როგორ თქვენ გადაობდი? პონტი არა. ღმერთო ჩემ. კაი, მე ვარ ტატო, ჩემი თანაწამყვანი არის ვატო და დღეს ჩვენი სტუმარი არის მარიამ ჩალიგავა. მარიამ, მიესალმე მსმენელს. მოგესალმებით, ვატო და ტატო და მიესალმებით თქვენს მსმენელს. ხო, მე მაგალითად არ გიცნობ და აი რომ წიე პოდკასტზე ვისმო. უფრო მეტი გითხარი შენ შესახებ, რომ რას აკეთებ, რაც სწავლობდი. ხო, თავისუფალი უნივერსიტეტი დამთავრე წელს და ჯერჯერობით ვცდილობ რომ გავერკვე რა მინდა მომავალში რომ ვაკეთო. აი გარი ჩემ შესახებ ისი ჩატევა შეიძლება. და ყველაზე მთავარი რომ მანდილოსანი პოდკასტში პირველი დედრობითი სქესის. მადლობა ლუკამ რომ შეამჩნია რომ გოგოები არ ყავდათ პოდკასტის სტუმრად. კი, და მიხარია რომ პირველი ვარ. კი ბატონო. აბა, ესე უნდა იყო პირველი, აი ეხა ნახე რა, პროსტო ვატო და ტატოს პოდკასტში ხარ სტუმარი და მე კიდე მომავალში რა წარმატებები გექნება რა, ხო დასაწყისი არის რა. ვისე მე დავიწყე ვიდეო მაქვს და ვიდეო სტუმრებისთვის არ არის. ჩართე ვიდეო? რა თუ გინდა ჩართე და ვიქნა. აჰა, აი ხედავთ. შენც უცნაური არ არის რომ იცი რომ ჩვენ გხედავთ და შენ ვერ გხედავ? რა პრობლემა არა. მაგისთვის შემდეგს განვითარდებით რა, მე სპონსორები რო გვეყოლება და უკვე რო გამოვითარებთ პოდკასტს ხოხტები. კი. სპონსორები მშობლები ანუ ძირითადად. მშობლები რო დაფინანსებას გაგვიზდიან მერე? არა, მე მუშაობას ვიწყებ, დატომ. აი დაიწყო პოდკასტი და უკვე რაც მიდი თქვი. ბოდოა, მაგრამ მუშაობის დაწყებას ვაპირებ, პროსტა რაღაც აი საჭმელი რომ მიაქვს სახში რა ტიპებს რა. მას თვიში ხო სკუტერებს ატარებენ და აქ არის ყველგან ველოსიპედებით დადიან რა. პატარა ქალაქი. ვიფიქრე რომ პროსტა კარგი არის ვარჯიშის მხრივაც რა, რომ გარეთ ვიქნები რავი, რამოდენიმე დღე და თან რეალურად არ შემიძლია 16 საათზე მუშაობა, 16 საათზე მეტი. და ალბათ უფლება არ გაქვს. უფლება არ მაქვს რა კანონიერად და ალბათ პროსტა 3 ცალი shift მექნება კვირაში 4 საათიანი და მთელი დრო არც ატარებ ველოსიპედს რა გახარდა. ჩემთვის პროს კარგი არის რა, იმიტომ რომ სახში ვზივარ ხოლმე უსაქმურად და არაფერს არ ვაკეთებ და. კი, სხვა შორის ახლა მეც რო ვიწყებ მუშაობას, თავიდან მეზარებოდა, მაგრამ ახლა რაღაც ისე ველოდები მოთმინებით. ველოდები მოთმინებით. შენც დილოცავ მუშაობის დაწყებას ასე. მარიამ, შენც მუშაობდი როგორც ვიცი, ამასთანავ. მუშაობ კი, Forset-ი არის კომპანია, რომელიც აკეთებს ანიმაციებს, ვიდეო თამაშებს და მონაცემებზე დაყრდნობით რაღაც ილუსტრაციებს და მანდوار კომუნიკაციებში. ჯერჯერობით. ეცამს თამაშებს, ეს ქართული არის? პატარა ისეთი თამაშებია, შედარებით შემეცნებითი არის ხოლმე. ხო, არა, ისეთ დიდი ვიდეო თამაშებზე არ არის საუბარი. ხო, ინტერაქციული უფრო. რა თამაშები არის მაგალითი რამე? რამე შემეცნებითი ტიპის რა, თუ გინდა რომ რაღაც კონკრეტული შინაარსი მიაწოდო რამე აუდიტორიას, აი მაგ დროს არის ხოლმე რაღაც პატარა ინტერაქციული თამაში. და რამდენი ხანია რაც მანდ ხარ? 5 თვე არის უკვე. 5 თვეა და ხელფასი ჯერ არ გაქვს. მადლობა. ვაუ. ეს სტაჟირებების ლოგიკა მე ძალიან მიჭირს რომ გავიგო რა და ვატო იქნებ შენ დამეხმარო. ეს არის კაპიტალიზმის არაეთიკური ყოჩა. არა, როვაზრობა არის, მაგრამ ჩემი აზრით მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. თავარია რომ ჯანმრთელად იცხოვრო და რაღაც ვიტამინები და სწორი კვება თუ რა. პროსტა რეალობა ის არის ვატო კი ყველაფერს კაპიტალიზმს აბრალებს, მაგრამ მე პროსტა საერთოდ სამუშაო არ არის და ახლა საბოლოო და თუ მუშაობს იგი ყველაზე კაი ვარიანტი არის რა, უკეთესი ვარიანტი არა. არ ვიცი რა მომენტ ხარ, არ ვერკვევი რა ამ საკითხში. ხო, ქართულ შრომით ბაზარზე მგონი ვერ ერკვევ. ქართულ შრომით, არ ვიცი, აქ კარგი არის, აქ კაი პონტი არის. რა იაფიან სამუშაოს. მაგრამ ძალიან რთული არის ისეთ სამუშაოში, რომ ინგლისური, ჰოლანდიური არ იცოდე რა და ეს ისეთი არის, რომ თავარია დათვა უნდა იცოდე რა, ელემენტარული რაც ხურდის დაბრუნება და მე თან კალკულატორი გაქვს ახლა გაგიმარტივდა. კალკულატორი გაქვს თან, ეგიც არა საჭირო რომ იცოდე. გადაგარჩინეს ეგ. საქართველოში არის ძალიან მოხდილი სხვა შორის ეგ სერვისი, სახლში რომ მოაქვთ.
აკი გლოუ და ულტმა როგორ აიკლო მთელი ქალაქი მაგაზე ვლაპარაკობდით. ქუჩაში სულ კურიერები არიან და ვაიმე აქაც ხო ანუ აი ძალიან შესამჩნევია რა ანუ რომ დადიხარ სულ კურიერები არიან რა. ნუ ხალხი თელი დღე სახში ატარებს და ჭამენ. საჭმელი ჭირდება ყველას და სახში ატარებენ ძალიან ბევრ დროს. ხო, მაგრამ მანდაც, ანუ მანდა რავი, ყველაფერი 5 წუთის ავალის გზაზე არის და. 5 წუთი? გაშინე საცხოვრ რა გინდა შეიძლება დომინოს პიცა გინდა შეიძლება მაქენ შორს ცხოვრობ და მაგრამ აქ პირიქით აქ პროსტა იაფია რა ფული აქვს ხალხს რა და ხარჯავს. ანუ ეგ რეალურად ფული აქვს ხალხს და ხარჯავს რა ანუ არ არის კონცენტრირება რომ ეკონომიურად იცხოვრო ან რაღაც ძალიან გათვლილად ან რაღაცნაირი ცხოვრება ქონდეს რა ანუ ვიღაც ტიპს მოშივდება აკრიფავს ანუ მარტივი არის რა. მე არასდროს არ ვიყიდდი რა გამოწერით საჭმელს იმიტომ რომ ფულის ტყუილად ახარჯვა არის რა. მაგრამ არ შეიძლება არ არის ანუ არ ვიცი. ანუ შეიძლება მე ვარ მცარი და სხვა არის. ხო, აი ტატო იმაზე რა სიტყვი მაკდონალდსი რო გამოიძახე წეგან, რომელიც 5 წუთის სავალზე არის შენი სახლიდან. ხო, არა, მე უბრალოდ კითხვებს მაგრამ აუ, ტატო საოცარ ისე ცოხნის წინ ისე ვფიქრობდი. ანუ აი ჩვენ ხო გვაქვს ხოლმე კამათი რა ეს ეკოლოგიურ საკითხებზე რა და ანუ აი სულ რო აი შენ ხარ ეკოლოგიის მხარეს და მე რო არ ვარ. აი სამ ვიტყვი ამაზე მარიამის აზრი მაინტერესებს. რას ფიქრობ? არის მოსმენი გაქვს ჩვენი აზრები და სამ პროსტ შენი აზრი რა ეკოლოგიურ რაღაც საკითხებზე რა. კი, მოსმენი. აი არის ბანძი კითხვა არის ხო? ეკოლოგიურ საკითხებზე ჩემი აზრი გლობალურად მჯერა კი. გლობალურად ვიჭერა. ნუ კაი, დანცარ. არა, ნუ რეალურად რო დაფიქრდე. ანუ ვიცი რაც უნდა თქვა და გეთანხმები. რო შენ ბევრად ეკოლოგიურად სუფთა ხარ შენ მოხმარებაში ვიდრე. ეხა დაჟე ბოლო დრო იცი რა დავიწყე. არა, რაღაც პერიოდი ნუ ამას აკამიცოვდი ყუთებს ვაფშე ცალკე ვალგებ ხოლმე და ის არის ხო ცალკე სერვისები რო ანუ ყუთები რო გაგაქვს ანუ რისაიკლინგს უკეთებენ რა. ქაღალდს ხო ანუ არც არ ვაგდებ ნაგავში ქაღალდს ყოველთვის ვინახავ ჩანთაში და მე ანუ მაგას ვაგდებ ცალკე რა და დაჟე ბატარეების რისაიკლინგსაც ვაგდებ. ნელა აღმოაჩინე რა ანუ ეს 1 წლის განმავლობაში. მაგრამ ეხლა ვაფშე აღმოაჩინეთ რომ თურმე შეიძლება ძველი საჭმელის ანუ აი საჭმელის არის ვაშლმეტი ბომდე ხო არ ჭამ რა რაღაცა სტოვება ან აი ნესვის კანი და აი კვერცხის ქერქი და რაღაცეები რა მაგეები ეგ უნდა ჩაყარო ცალკე ყუთში რა და მაგას ხმარობენ კომპოსტინგისთვის რა ანუ ფერმაზე და რაღაცაზე რა ანუ აყრიან მიწას სასუქად იყენებენ მარტივად სასუქად იყენებენ და საოცრად ეგ ვაფშე არც ვიცოდი რომ არსებობდა რაც მომწერეს რა და ეხა დავიწყეთ ცალკე ნაგვის დაყოფა რა და თავიდან ძალიან დამაბნეველი იყო და ჩემს და ძალიან ბევრს ეგემართება რომ ძალიან დამაბნეველი არის რა და აქამდე არ ვსახმარობდი და ეხა დავიწყე ბოლომდე რაც პლასმას ცალკე ვყრი შუშას ცალკე რაც იმას ცალკე ყუთებს ჩვენ შვებოდით ხოლმე ოჯახში მაგას ნარჩენებს საჭმლის ხილის ნარჩენებს რაღაცებს ცალკე ვინახავდით და მე ვაგზავნიდით სოფელში და თან ჭამს კიდეც რაც ღორი ძროხა ეგეთ ნარჩენებს ჭამენ და თან სასუქადაც იყენებენ. ნუ სოფელში ჩვენ. არა, ხო, მაგის სერვისი არ არის საქართველოში, მაგრამ შენინებით შეგიძლია იჩალიჩო რაღაცა. ეგ ძალიან რთულია. არა, ხო, ვერ მოთხო. კი, ხო და ის არის, აქ იყო მცდელობა, ეხლა ხდება ხოლმე ნაგვისურნები, სადაც ისინია დაყოფილი. მაგრამ კი, მაგრამ მაგას მართლა აგდებენ, იმიტომ რომ ხო და არა, რამდენჯერმე ჩამიხედავს. აი, გონდა მეთქვა კი. თქვი, მაგრამ სულ მგონია რომ ეს ცალ-ცალკე არის დაყოფილი და მე რომ ცალ-ცალკე წაიღებენ რა თქმა უნდა, მაგრამ მეც რამდენჯერ ჩამიხედავ, სულ არის სინამდვილეში ერთი ნაგავი და მე ზემოდან აქვს სხვადასხვა ჩასაგდები ნაწილები. ერთ პარკში ხდება საბოლოოდ. თან ძალიან რთული არის, თუ არ აუხსენი ძალიან კონკრეტულად რომ აი რის ჩაგდება შეიძლება, მე ძალიან ვიბნევი ხოლმე რა, იმიტომ რომ წერია ფურცელი რაღაცა ხო, მაგრამ აი სალფეტკს თვალს ვერ სალფეტკის სწორი სიტყვა არის, ქართული არის. ხელსაწმენდს ვერ გადააგდებ და ანუ აი ძალიან სპეციფიურია რა. შეგიძლია გადააგდო ერთში რაღაც გაზეთი და რაღაც ის, მაგრამ აი პიცის ყუთს ვერ ეგ ცალკე უნდა გადააგდო. აი რაღაც ანუ მაგ პიცის ყუთი იმიტომ ჭუჭყიანი არის ალბათ პიცისგან, მაგრამ არა ძალიან ახსნილი რო არის რა ძალიან დეტალურად რომ აი ესენი შეგიძლია ჩააგდო. კი, ეგენ მაგრამ ისა ეს ხო შორის ერთი პრობლემა რაც არის იმაზე. აი მაგის გამო რომ ძალიან დამაბნეველი არის. უბრალოდ ეგეთი რაღაცეები რაც აი დახარისხებას ან სერვისები რაც არის რა იგივე ნიშნები რო აიღო მანქანებისთვის, სად შეიძლება პარკირება, სად შეიძლება და შეხვევა და ასე შემდეგ. ძალიან დამაბნეველია ხოლმე რა. ბიჭკი, მაგრამ ნიშნებს თან არა მარტო ჩემთვის რო აუტისტი ვარ მაგიტორ. ანუ ზოგადადაც აი ლუი სიკეის სერიალი იყო ლუი და იქ არის
რაღაც 2 საათი ცდილობენ განიხილონ აქ პარკირება მანქანით შეიძლება თუ არა, იმიტომ რომ ბევრი ნიშანი რო არის, თან ზუსტად არ იცი რა ადგილზე უნდა გააჩერდა და რაღაც და ყველგან არის ეგ პრობლემა რა. კი და ძალიან ისეთ ზოგი ნიშანი არის ისეთი რომ ძალიან იშვიათად ხმარობენ რა, იმიტომ რომ ზოგადი ნიშნები ყველა მიცის, მაგრამ იგი მის გამოც არის რომ ბევრს მართვის მოწმობა იმდენი ხნის წინ აქვს აღებული რომ დაავიწყდა ალბათ ან რაღაც. ხო, აი ვისაც ადრე აქვს ახლა რა, ჩვენ მშობლებს რო ჩააბარებინო მართვა ალბათ თეორიაში ყველა ჩაიჭრება, ძალიან ეჭვმეპარება რომ სამშეცნობაზე ნაკლები დაუშვა. მართვის საქართველოში როდის დაიწყო მართვის მოწმობის აღება, ან როდის შეიძლება პირველად აღება? მანქანა ან როდის შემოვიდა საქართველოში? საბჭოთა კავშირის დროსაც შეგიძლია. ხო და ის საბჭოთა კავშირის დროს თუ აიღე, ანუ ამით საბჭოთა კავშირი რომ ხო, მე სტანდარტები მთლიანად შეიცვალა. შეიცვალა. ადრე. როგორ წელში იყო საბჭოთა? ძალიან ადრე იყო, ხო? მარც ისე ადრე. ხო, არა. ანუ როდის იყო 90-ში მორჩა. 90-ში მორჩა. მე 90. და როდის დაიწყო? 18-ში. საქართველოში 21 წელს, 1918 წელს. ხო და ეცმს ანუ როდის დაიწყო მე მანქანების 1921 წელს თუ 1990 წელს? ხო, როცა იყო მანქანები რა. სადღაც მაგშუალეთში უკვე ხშირი იყო. როცა რუსეთში დაიწყეს გამოშვება, მე საქართველოში 1921 წელს არ მგონია ბევრს ყოლოდა მანქანა და მე ალბათ კი. ანუ ეხლა просто დავფიქრდი იმაზე, რომ ძალიან ცოტა ხანია რაც ვაფშე მანქანები არის. სამყაროში რაც გვაქვს მანქანა. უბრალოდ დაფიქრდი. უბრალოდ კითხვებსო, ხო? ბიჭო, არა იმას უყურებდი, კაი, მაინც გავიგეთები. იმას უსმენდი რა ქვია. Sapiens რა და ფულზე იყო. და просто ყველაფერი რა ვის უსმენდი გაუმარტე ჩვენ მსმენელს. Sapiens-ი წიგნი რომელიც არის, არ ვიცი ვისი დაწერილი არის, მაგრამ შენ რა ვიცი მე რომელაც პოდკასტში ვახსენე ეგ წიგნი და შენ იძახი რომ თავში просто გელაპარაკებოდი. მსმენელმა რო იცოდეს თქო რაზეა საუბარი. ნუ ხო Sapiens-ი ქვია რა. წიგნის ავტორის პოდკასტი. ყველაფერი უაზრობა არისო და შენ რა ძალიან აკრიტიკებ ხოლმე ისეთ წყაროებს რომელიც რავი ანუ აი მიღებული არის ყველასადმი რა და ანუ შენ უცებ აღმოჩნდება რომ არაფერში არის თანხმები რა და ძალიან მაუცებს ხოლმე რა იმიტომ რომ აი ძალიან ჯერა ხოლმე რა რომ აი ხა წიგნი რავი ანუ მინახია რომ რაღაც ვიღაცებს ნალაპარაკები აქვს ამ წიგზე ანუ საკმაოდ რავი რაღაც credible sources ჩემთვის რა რაც ჯორგენის პოდკასტზე ვიღაცა ტიპი ლაპარაკობს მე თვითონ ჯორგენი რაღაც და მგონია რომ სანდო წყარო არის რა და ატო არა კაცო ყველაფერი გამოგონილი არის და ვაფშე ევოლუციური ბიოლოგია არ არსებობს და ეგეთ რაღაცებს არ ამოხო. არა, ერთი პრობლემა რაც არის ხო შორის ამას წინ ნახე რომ ანუ მეც დარწმუნებული ვიყავი სადაც აი უნივერსიტეტში სანამ ჩავაბარებდი რეალურად რა რომ სამეცნიერო პუბლიკაციებთან ეს წიგნზე კი არ მაქვს საუბარი. არამედ აი მენა სტატიები რაც იბეჭდება რა. ეგრეთ გესმის ეს მაგდონალდსი მოვიდა თუ რა? არა, დეჩემ მოვიდა. მაგრამ სამეცნიერო პუბლიკაციებზე ელაპარაკე ვატოს და მოვალ ხო. კარგი, მე რო წერდი საბაკალავროს. ძალიან ხშირად მინდებოდა ხოლმე რომ წყაროებად მომეყვანა, აი ძალიან მარტივი რაღაცები, როგორც არის, აი მაგალითად რაღაც ანიმაცია. ან ვინმეს მიერ ნათქვა იმ ფრაზა. და რეალურად ძალიან მაკრიტიკებდნენ მაგის გამო, იმიტომ რომ აი კარგ წყაროებში სამეცნიერო წყაროებში არასდროს არ შემეძლო რომ ეგეთ რაღაცები მიმეთითებინა. და მე საბოლოოდ მიწევდა რომ ვიღაცების ძალიან ის რენდომ ნალაპარაკები რაღაცები მიმეთითებინა წყაროებად. და ბაკალავრს რაზე წერდი? ანუ რა საგანში დაარქვეს დამოვიწყდა თავიდან სოციალური მეცნიერებები დავამთავრე და საბაკალავროს წერდი საბჭოთა კავშირის ანიმაციებზე. საბჭოთა კავშირის ანიმაციებზე. კი, ქართულ ანიმაციებზე. მან ზართული იქნება წყაროების მონახვა. თან ქართულ კი, ისედაც ანიმაციებზე. არაფერი არ იყო საერთოდ ქართულ ანიმაციებზე, მართლა არაფერი არ იყო და მიწევდა რომ ისო ანიმაციებიდან ანიმაციის შემედარებინა და ასე შემდეგ. ძირითადად ეგ იყო მთავარი საქმე და მე სამეცნიერო წყაროები რაც მოვიყვანა, მგონია რომ ძალით მოვიყვანა ეგენიც. და რაღაც არ იყო. აი, მაგრამ ეხლა დადო გასული არის და ანუ პოდკასტში ეხლა ბახ, შენ უკვე დავრუნდა. არა, მოისმენას. ხო, ნუ ეგ ისეთ საკითხია, რომ უბრალოდ ინფორმაციის პოვნა რთული არის. მაგრამ ანუ ხშირად აი ისეთ რაღაცეებში წინ იმას ვამბობდი, რომ რაღაცეები რაც peer reviewed ჟურნალებში გამოიცემა ხოლმე. ხშირად როდესაც ისეთ საკითხებია, რომლებსაც აი ბევრი არ გადაამოწმებს თვითონ ექსპერიმენტებს ან რამეს რა.
აი ძალიან სისულელეები წერია ხოლმე, რაც აი ლოგიკურად შეუძლებელია ხოლმე. ანუ თვითონ მეცნიერებაშიც არის ის პრობლემა, რომ აი მაგალითად რაღაცა ექსპერიმენტი რო გაქვს, ეგ მანამდეც მithქვამს. აი რაღაცა სახეობის მატლების რაღაცაზე გაქვს რა, ისეთი საკითხია, რომელთაც აი ბევრი არ ინტერესდება და აი კონკრეტულად მაგ მატლებით დაინტერესებული მეცნიერები ინტერესებიან. შეგიძლია რომ ბევრი შედეგი მან გააყალბო. კაი, დადო გასაგები არის. სტუმარს ალაპარაკე ხა. მარიამ, რა პოდკასტში რომელიც წამყვანი უფრო მოგწონს ხა სიმართლე თქვი. ვიცი რომ ვატო არის, კონფლიქტი არის ალბათ ინტერესი, მაგრამ მე ვარ ხო? ხო, რაც ახალისებს ამ პოდკასტს მგონია რომ ვატო არის კი. Yes. რატო გიყვარს? ყველა მაგას პასუხობს. ყველა მაგას პასუხობს. კი, მე ვისაც ვკითხე ჩემ მეგობრებს ბჭყალებში. ადამიანებს რომლებსაც მეგობრებად თვლიდე, ხო, აი ვატო, ვატო, კაი ბიჭია. თან შენს გინდა რომ ვატოდ გასახდე. წეგან ხო ეგრე დაიწყე. ხო, აგე დაჟე მეც ვცდილობ. აუ, დაჟე ტატოს უკვე ჩაილეკ, ეს იყო Freudian slip. Freudian slip ვინც არის ეგ არის? არაფერი კავშირში ამასთან, მაგრამ თავში არის. არა, პროსტა მიყვარს მაგის ახსნა, რა, იმიტომ რომ აი შეიძლება პროსტა დააბრალო ხოლმე ხა ვიღაცას, აი პროსტა რაღაცა წამოწდება, შეიძლება პირდაპირ დააბრალო. თან აი ზოგი მართლა, ზოგი, ანუ მე მახსოვს ჩემს სკოლაში ეგ რო ვისწავლეთ, სკოლაში ვისწავლეთ ეგ Freudian slip რა. და ჩემი კლასები პროსტა ვიღაცა რაღაცა შემთხვევით რო იყო პირდაპირ აბრალებდა რა. ანუ აი ძალიან გადავიტყვი მართლა ჯეროდათ, მე გადავობით ვიძახი, მაგრამ ანუ ზოგს მე მართლა ჯერა რა. მე ხშირად ვქონია რომ მაგალითად ხშირად არა, მაგრამ რამდენიმეჯერ მომსვლია სკოლაში რომ მასწავლებლისთვის დამიძახია დედა. დედა? არ მომსვლიათ ეგ არის? ხო და Freudian slip ავხსნათ რა. მე მომენტ არ არა შენ მოხსნა რა. სტუმარმა იცის ვაფშე Freudian slip იცი? კი. ტატო ახსნა. არა ახსნა გინდა, ანუ ვის უნდა ახსნა? არა, ვატო შენ გინდა ახსნა. კაი, თუ აუცილებელია მე ავხსნე. ხალხს თუ ჭირდება ესეც საჭიროება თუ არის. აგვიხსენე რა არის Freudian slip. Freudian slip არის, ნუ ძალიან მოკლედ რო ახსნა, შენ ქვეცნობიერში მოდი რაც მართლა გინდა რა, მაგას რო იძახი იმის მაგივრად, რაც უნდა თქვა რა, შენ ეგოს რაც უნდა რო თქვა, რომ ანუ მაგალითად კარგ ხასიათზე ვარ, რავი, რომ აი მაგის ხმა რომ მინდოდეს რა და შემთხვევით გავითიშო მაგ მომენტში რა და ავტომატურად თქვა რომ ცუდ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ სიამდვილეში ცუდ ხასიათზე ვარ, ეგეთი თემა არის რა, მაგრამ რა ძალიან ცუდი მაგალითი მოვიყვანე ალბათ და ბევრად უკეთესად შეიძლება ამის ახსნა რა, მაგრამ რა ფროიდის ისინი ძალიან ღადაობა არის რა, ძალიან საინტერესო არის მაგ იდეების და იმის კი, ფროიდი საინტერესო არის, მაგრამ სტარი როგორც იტყვიან ხო. ხო, ტატო შენ ხო არ ეთანხმები ფროიდს. არაფერში. ახლა ფროიდზე უნდა ვილაპარაკოთ? აუ, всё. არა. ტატოს nightmare არის. აბა რაზე უნდა ვილაპარაკო? ტატო შენ რო იკრივები შენს პატარა ჯგუფელებთან ერთად სადღაც იქ რაზე ვილაპარაკობ? ძალიან საინტერესოა. ყოველ კვირას რო ახსენებ შენს favorite corner-ში, ჩვენს გაგვიზია რო იქნება. მოცალეობას? ხო არა, მოცალეობაზე ვინმე ერთი არის ხოლმე მომხსენებელი და იმას უსმენს და მე მაგ საკითხზე ვლაპარაკობ. ფროიდზე არავის არ ვსაუბრობ. იმის circle jerky არის ძალიან ჩვეულებრივი რა, წარმოგიდგენია. მოცალეობა რაღაც ეს არის სასარგებლო საქმე არის მაინც. იმიტომ რომ რაღაცებს მართლა აინტერესებთ ის რაც ვლაპარაკობენ, ისმენ, მე იმდენად ინტერესებიან რომ შეიძლება მთელი წელი ეგ რაღაცები იკითხონ და მაგ ეგ მასალები ამუშავონ. ამიტომ საერთო ჯამში ყოველთვის სასიკეთო საქმეა. კი, აი ერთი წუთი ვერ ვფიქრობ ხოლმე, ერთ ფიქრს ვერ ვაგზელებ, ერთი წელი რო გააგზელებს კაცი. კი, აი ეგ ტატომ ქნა ერთხელ წინა მოცალეობაზე, რომ ვიტგენშტაინი საკითხვა შეთავაზა, ერთხელ დაუთმეს და მართლა კითხულობდნენ და მე იმდენად დაინტერესათ, რომ რამდენიმე თვე აბზაც განიხილავდნენ რაღაც ერთ წიგნს, ხო? ხო. ფილოსოფიური გამოკვლევები. აბზაც ერთ წიგნს რა? კი. What? ვაიმე. ხო, ეგ ისეთი წიგნი არის, რომ თითო აბზაცი არის, თითო მნიშვნელოვანი დებულება. აუ, ღმერთო ჩემო. შენი ჯოჯოხეთი არის პრაქტიკულად. აუ, წარმომიდგენია პროსტა. ჩემ ფაკულტეტზე ეგ ხშირად ხდებოდა, იმიტომ რომ ლიბრი მაგნი გვაქვს ეგეთი საგანი, სადაც თითო სემესტრში რაღაც ერთ წიგნს ვარჩევთ და ფაქტობრივად ეგრე დანაწევრებულად გვიწევდა ხოლმე, რომ რაც ერთი თავი მთელი კვირის განმავლობაში დაგვემუშავებინა და მე 2 საათი ვლაპარაკობდით მაგ თავზე
ან შეიძლება ერთ კონკრეტულ ფრაზაზე, რომელიც მაგ წინში იყო და ასე. მარიამ და უთხარი ჩვენ სმენელს ცოტა უფრო მეტი ლიბრიმაგნის ეს რაღაცა ხელოვნური ლიტერატურა კი არა და მხატვრული ლიტერატურა არის თუ არა მხატვრული შეიძლება არ იცოდნენ აი ვატომ არ იცი ძირითადად მხატვრული ლიტერატურაა კი ნამდვილად რაღაც ბორხესი ოდისეა რაღაც იქით მაგრამ კონდათ მცდელობა ტატოსის მithkomს რომ ჰაიეკი შემოეტანათ ლიბრიმაგნიში და რა არის ლიბრიმაგნი მოკლედ რაღაცა ერთ წიგს სწავლობენ საგანს ქვია ლიბრიმაგნი რაღაცა ყოველ სემესტრში ერთ წიგს კითხულობენ მხატვრული ლიტერატურას ან დოდათ არამხატრულიც და მაგ წიგზე ტარდება სემინარები ყოფენ სეგმენტებად და მაგას საუბრობენ და თემებს წერენ ლიბრიმაგნი ითარგმნება როგორც დიდი წიგნები ხო დიდი წიგნები დიადი ძველი მოსაწყენი წიგნები და ის ჯორდან პიტერსონის წიგნი უნდა შეაგდონ 21 rules of life ეგ ისეთი წიგნია რომ ანუ აი სათითაოდ აბზაც უნდა გარჩევა ხო აი ჰაიეკის შეგდებაც იგივე ლოგიკაში ჯდებოდა როგორც ეგ კი ნუ ჰაიეკი ვინც მსმენელმა არ იცის ჰაიეკი იყო ეკონომისტი რომელსაც დაწერა პოპულარული წიგნი Road to Serfdom რომელიც გახდა რაღაც ბიბლია მემარჯვენეებისთვის და ეკონომისტებისთვის არა იმ ხალხისთვის ვისაც გონია რომ ეკონომიკა იცის YouTube-ის ვიდეოები და არა მე არ მქონა არასდროს გაგონილი და რატო არის ცუდი მემარჯვენე რადგან არის არა ცუდი არ არის მაქსაგანში ისეთი შენ ხო ნუ მაქსაგანში სადაც ჰამლეტი და მერე ოდისეა და მერე რაღაც ბორხესის მოთხრობები გავიარეთ ფაუსტი კიდე ანუ ხო ისეთი მხატვრული ლიტერატურა მართლა მნიშვნელოვანი და ეპოქალური და უცებ ესეთი მარტო იმიტომ რომ უნივერსიტეტს აქვს ეგეთი იდეოლოგია განსაზღვრული რომ გადაწყვიტეს რომ მართლა ეგეთი მნიშვნელობის წიგნი არის სასაცილოა ცოტა რა ისეთი ხო და ისადა ქართული ლიტერატურა რა ვეფხისტყაოსანი კაცო მაგაზე უკეთესი რა უნდა წაიკითხოთ ახლა ხალხო ქართული ლიტერატურა რაც გვაქვს ჩვენ რაც გვაქვს ლიტერატურა და არ ვიცი რა ძალიან მინდოდა ეგ პერსონაჟი გამეკეთებინა ქართული ლიტერატურიდან უი ქართული ლიტერატურას არ სწავლობდით ხო? ქართული რამ წიგნი არ გაგიულიათ? არა. ხო, ეგ არის. ეგ არის, აი არაფასებენ კულტურა საიდან მოვედით. კი, მაგრამ აკამორჩილაძეს ვაფასებდით. ხოლმე? ხო, აკამორჩილაძე ერთ-ერთი ქართული მწერალი. ნუ, ამას ვიძახი მე, როცა ანუ ქართული კითხვაებში ფაქტიურად არ შემიძლია რა, ანუ ქართულად შემიძლია თუ არა, ანუ კითხვის ნიშანი არის, მან რა, სულ ინგლისურად ვკითხულობ. ანუ მაგრამ შენ აი რაზეც ქონდა მარიამ საბაკალავრო რა საგანი იყო ეგ რა საბაკალავრო არა იქამდე საბჭოთა კავშირის ხელოვნება და ლიტერატურა ერქვა საგანს ხო და მან ქართულ რაღაცებს ხო გადიოდა კი ძირითადად ქართულ წყაროებს გაზეთებს მაგ პერიოდში დაწერილი ლექსებს და მოთხრობებს და გამოქვეყნებებს გავდიოდით და კონტექსტის მიხედვით გავიხილავდით მე რა ცალკე ისტორიული კონტექსტი, ცალკე ეს მხატვრული ლიტერატურა და მე ერთიანობაში რაღაც დასკვნებამდე მივდიოდით. რა გავლენებზე იყო საუბარი და რაღაც პოლიტიკური პროპაგანდა და ეს შემდეგ. ანუ რაღაც ლიტერატურის ან სხვა მხატვრული რაღაცების მაგალითზე რაღაც როგორ ახდენდა საბჭოთა კავშირი გავლენას. იდეა ეგ არის. კი, ანუ შეიძლება პირდაპირ ატარებდა, ან შეიძლება არ ატარებდა, უბრალოდ ის შემოქმედები, მხატვრები თუ მწერლები ავტომატურად ხდებოდნენ მაგ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და უბრალოდ შეიძლება გაუცნობიერებლადაც ატარებდნენ მაგ იმას. ხო, საბჭოთა კავშირს კაი პიარი ქონდა ზოგადად. მაგარი პოსტერები ქონდათ, კაი ლოზუნგები ქონდათ. პოსტერები. კი, ახალი ამბავი. აი, რადგან ხა სტუმარი რა მისხოვინდა? კითხვა მინდა რომ დაუსვა სტუმარს. მეც კითხვა მინდა, შენ დასვი ჯერ. აი, ჯერ მე დასვი, მანდვე ვიკითხავ რა, შენ მულტფილმებზე დაწერე. ხო? საბჭოთა მულტფილმებზე. და აი, რამე ერთი მაგალითი ხო არ გახსენდება, რაც შეგიძლია გითხრა რომ რომელიმე მულტფილმში ან რაღაცა რა პროპაგანდა გადიოდა საბჭოური. ანუ ის ხო რაღაც კონკრეტული დავუშვათ ანტიკაპიტალისტური პროპაგანდა თუ რამე რაღაცა ზოგადი როგორია სწორი ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. ამ მულტფილმის მაგალითებს ხო ვერ გვეტყვი და კონკრეტულად. ხო, კი, თავიდან რატომაც დავიწყე ამ საბაკალავროს
რატომაც მოვკიდე ხელი. იყო ის, რომ რუსული საბჭოთა ანიმაციები მქონდა ნანხი და მან ძალიან პირდაპირ ჩანს ეს პარტიული პროპაგანდა, რომ აი ამერიკა ცუდი არის მაგალითად. ერთი ანიმაციაა მილიონერი ქვია, სადაც არის სუქანი შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ღორი, რომელსაც ფული აქვს, არაფერს არ აკეთებს. და სხვის ხარჯზე ცხოვრობს და მარტო ჭამს ბევრს და აი ყველაფერი ძალიან იყო ამერიკასთან გაიგივებული ესეთი რაღაცები. და ქართულ ანიმაციებში ესეთი ძალიან პირდაპირ პოლიტიკური და პარტიული პროპაგანდები არ იყო. ამიტომ მომიწია რომ ცოტა უფრო მეტი მეწვალა და ძალიან ბევრი ანიმაცია რომ ნახე და რაღაც შედეგებამდე მივედი. საბოლოოდ ის იყო რომ აი როგორც პერიფერიას საქართველოს შეშვენის, ეგეთი ძალიან მარტივი, მაგრამ მაინც საბჭოთა მოწოდებები იყო, როგორი უნდა იყოს იდეალური საბჭოთა მოქალაქე მაგალითად და ყველაზე კარგი არგუმენტი მაგის არის ალბათ ბომბორა ქართული ანიმაცია. რომელშიც ეს დევი თავიდან არის უარყოფითი პერსონაჟი. მშობლები არ ყავს და მაგიტო გაიზარდა ესეთი უზრდელი თავხედი, ყველა სოფელში ეშინია ამის. და ეს უარყოფითი პერსონაჟი გამოყვანილია ის კი არა მარტო რომ ცუდად იქცევა, თან ცუდად აცვია და დაუბანელია. ანუ ეს ყველაფერი ერთიანდებოდა მის უარყოფით პერსონაჟში. ანუ ერთი ის რომ შეიძლება კარგად იქცეოდე და კარგი მუშაობდე და კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მეორე მხრივ საბჭოთა კავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰიგიენა და ცხოვრების წესი. даже პირდაპირაც ამბობდნენ ხოლმე გამოსვლებში, რომ რაღაც ბინძური ტანსაცმელს პირდაპირ გადააქვს ეს დაავადებები და ასოცირდებოდა ეს ცუდ კაპიტალისტურ სისტემებთან. ხო და ეს ბომბორა საბოლოოდ მისი გარდაქმნა კარგ პერსონაჟად იმით ხდება, რომ ბანაობს და სუფთა ტანსაცმელს იცვამს. და ეგრე ხვდებით, რომ კარგი პერსონაჟი არის უკვე ბომბორა. მე ნახე არ მოხდა YouTube-ზე რო შევიდე ვითომ იქნება ეს. კი, YouTube-ზე არის ბომბორა, კი. ის რამხელა არის ხა ბომბორა. პატრა 10 წუთიანი არის როგორც მაქსიმუმ. თან ძალიან ბევრი ანიმაციები. კი, საბჭოთა მულტფილმებში თან ის არის, რომ აი ზოგი დაუშვათ ამერიკული მულტფილმი რაც გამოდიდა და იგივე პერიოდში საბჭოთა კავშირის ან სხვა ქვეყნის მულტფილმები. ანუ ხშირად იყო რაღაცა მულტიკები, სადაც რაც იდეოლოგია ჩანდა ან რაღაცა მულტფილმები, სადაც იდეოლოგია ჩანდა ან რაღაცა მესიჯი, მაგრამ აი საბჭოთა კავშირში მგონი აბსოლუტურად ყველა მულტფილმი არის რაღაცნაირად ჭკუის სასწავლებელი. ხო, კი, მორალი ქონდა ყოველთვის ყველას. რომ უნდა ისწავლო, უნდა რაღაც სუფთად ნაგეცვა, უნდა იმუშაო. კი, სხვისი შრომა არ უნდა გამოიყენო ცუდად. მე რა გინდა, კაი თაობა გამოსა. მაგრამ მაგის გარდა იმაში მაგის გარდა Family Guy-ში იყო ატო. მაგრამ შენ უყურებდი ხო Family Guy-ს? რაც სერბი ნახე მაგ. მოკლედ Family Guy-ში არის სტიუი ბავშვი პერსონაჟი რომელიც არის რაღაც რუსეთში ჩადის. თუ საბჭოთა დრო არ მგონი რაღაც და საბჭოთა მულტფილმს უყურებს. და საბჭოთა მულტფილმში არის რაღაც მოკლე მულტფილმს აჩვენებენ, რომ არის ფეხსაცმელი და შნურუკი. ეს ხატია просто ფეხსაცმელი და შნურუკი და მერე იწერება shoe and shoelace. One cannot live without each other. ჰა? და შნურუკი თასმა. ხო, თასმა, ქართულად თასმა. შნურუკი ტიპმა. თასმაზე ვიფიქრე, მაგრამ არ ვთქვი. კაკას იმიტომ რომ მეთქი ვერ მიხვდება თქო. ვინ? მარიამ. გადავიდეთ. ხო და არაფერი, კაი ის იყო, ძალიან სწორად იყო შეჯამებული საბჭოთა ხელოვნება. ხო, პრინციპში ეგ არის რა, აი ძალიან პატარა ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა და ბოლოს მორალი, რომ კარგი მოქალაქე უნდა იყო. ან დააფასო. რა გინდა? ხო, არ ვიცი, ეგ რამდენად. ნო, მე არ მაქვს ნახე. რუსული ანიმაციები ლამაზიც არის, დახვეწილიც არის. ანუ მაგ პერიოდში წარმოიდგინე ამერიკაში უკვე დისნეი არის და დისნეი აკეთებს უკვე ანიმაციებს, ნუ მართლა რაზეა საუბარი. არა, ხა მე რუსულ, არ ვიცი, აი რუსული ყველაფერი ხელოვნება ჩემი აზრით რაც -1 არის, რაც ამერიკულ ხელოვნებასთან. აუ იმინა ის ვარ, არ ვიცი, მაგრამ იმენა კი, ანუ ეგ ანიმაციების სწრაფად გამოშვება როცა დაიწყეს რუსეთში, ზუსტად ეგ იყო, რომ ეს დისნეი წამოიწია ამერიკაში და ამათაც უნდათ რომ დაწეულიყვნენ და აი მე ტექნიკების გადმოღებაც, ხატვის სტილიც, ანუ როგორ რას იყენებდნენ და ასე შემდეგ. და მე კიდე 20 წლით დაგვიანებით ჩამოდიოდა საქართველოში საერთოდ ეგ ყველაფერი და ნუ ეხლა ამერიკაში ბევრი დიდი ბაზარია და ეგ გასაკვირიც არ არის, მაგრამ თან მე ხა სულ მგონია რომ
სულ რუსი არის უფრო გოიმი რა, ანუ აი რაღაც დონეზე რა, მე ვატო. ჭვარა ფაქტი არის პროსტა რა, ანუ უფრო გოიმური რაღაცეები აქვს რა. აი მაგალითად. უფრო ბანძობა არის. რატო? რა აი ზოგადად რა, ვინც იცის ესმის რა, ხა რასაც ვიძახი რა, ახსნა არ ჭირდება. ძალიან არასწორი დამოკიდებულება არის ეგ ჩემი აზრით. ბიჭო, აი მუსიკა თუნდაც რა, ანუ აი აი მუსიკა რა. გოიმობა, სრული გოიმობა არ გადამრიგე. საშუალოდ რას უსმენენ, იგივე ჯერთი საშუალო რუსი ალბათ ისევ ამერიკულ მუსიკას უსმენს, მაგრამ ხო. თვითონ ამერიკაში საშუალოდ ტოპ მოსმენა რადიოში რა გადის ფოტო? ამერიკაში? ხო. პოპი რა არის ამერიკის პოპ მუსიკოსები ვინ გახსენდება? რა გინდა? მაილი საირუსი. რა პრობლემა? მაილი საირუსი კარგია. ბილი აილიშიც პოპად გადის რაღაც დონეზე. ბილი აილიში არის გამორჩეული, ეგრე Radiohead-ის პოპად გადის. ბილი აილიში არის გამორჩეული, იმე ჩაეხუტა ტიპი და რავი ხელები გაუწოდა. 18-ის გახდა და ბილი თუ უსმენ ამ პოდკასტს, ძალიან მომწონს შენი მუსიკა, გთხოვ მიპასუხე Instagram-ს. Direct message-ებში დაგვხდება ტატოს ბილის. და რა მიწერა? არაფერი, ჯერ არ უპასუხია. ჯერ არ შემოსულა. რა მიწერე გაფიცე? მეთქი გილოცავ დაბადების დღეს თქო და დიდი ფანი ვარ თქო შენი მუსიკის. ხო მაგას არასდროს არ უპასუხებს ნამდვილად. გაუდა მიმეწერე რას უპასუხებ? რამე უფრო რა ვიცი აი სიკვდილისგან გადამარჩინე და თავის მოკლას ვაპირებდი და ეგეთ რაღაცებს ხან-ხან პასუხობენ ხოლმე რა, შანსი გაქვს 100-დან 1 რა. ან შეიძლება მაგის აი ბილი აილიშის ვინც მუშაობს PR კოორდინატორი რა, მაგან გიპასუხოს მაინც. ხო, მაგას ვსდი ის. მაგას ვსდი? კი. თვითკვლავებას თუ მიწერას. ნუ თუ მიპასუხებს ჯერ მივწერ, მე მცდელობა თვითკვლავებისაც მომიწევს, რომ გავამართლო რამენაირად. აუ თვითკვლავის სოლოზე ანუ ის ამბავი არ მაგრამ ქავარჩო. ძალიან ცუდი გადასვლა იყო, აი ძალიან ცუდი გადასვლა იყო. ძალიან არ მინდა რომ ასე მივიდეთ მაგ საკითხამდე. ძალიან არ გინდა. ხო, რაც ხუმრობ. ბიჭო, რა მეხდება? ნუ რავი, აი ბარემის ახლა რა ვიცი, ანუ ხომ ვახსენოთ ეგ თემა რა. კი, უნდა ვახსენოთ. კი, კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები. ბიჭო, ანუ რავი, თქვენ რას ისახით? რა სიტყვით? თქვენ ხართ საქართველოში, თბილისში. რა ხდება? წეგან ლაპარაკობდით მე და ტატო იმაზე, რომ ძალიან ამორალურია, რომ პოლიციას აქვს უფლება ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს, თუმცა ამ კანონიერად აქვს მაგის უფლება. და გონია, რომ ეგ საერთოდ გასაქრობი არის სისტემიდან. და მეორე ის არის კიდე ამ ზეწოლით შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ აუხსენე ფსიქოლოგიური რას ნიშნავს. არა, სიტუაცია რა მოხდა ზოგადად ჯერ გააცნეს სმელს, დარწმუნებული ვარ არ იციან. როგორ არის ყველა მიცი რუსთავი ორზე იყო იმაზე იმედზე ყველა. გავიმეოროთ. შენ იცი ვატო? ნუ თემა არის რომ ეს ბიჭი გავარ ნუ რაღაც სკოლაში სწავლობდა, მე გადავიდა სხვა სკოლაში და იმ ძველ სკოლაში დაბრუნდა და კედლებზე spray paint-ი ანუ პულივიზატორით მიახატა, მიაწერა რაღაცეები, რაღაც ამ ცხოვრების დედაც რაღაცეები. ანუ აშკარად ნიშანი არის რომ ამ ადამიანს რაღაცა პრობლემა ქონდა რა, ანუ აშკარად რაღაც უკვე vulnerable იყო რა, ანუ ამ ადამიანს აშკარად დახმარება ჭირდებოდა რა. იმიტომ რომ ხა ჯანსაღი და რავი ჯანსაღ გონებაზე ტიპი ვისაც არ ვარჯიშის სწორკობა რა შუაში არ ვიცით ამ ტიპის ოჯახის სიტუაცია არ ვიცით ფსიქოლოგთან დადიოდა რაღაც ანტივერსანტს იღებდა ბავშვები ჩაგრავდნენ სხვების სკოლაში ანუ აი რამდენი რაღაც შეიძლება აი ვიღაც ტიპი ჩაგრავდა მაგის გამო გააკეთა ანუ ხო არ ვიცით სიტუაცია რა ანუ არ და ალბათ ვერც გავიგებთ ეგ დეტალურად რა რაღაც აშკარად ხდებოდა ამ ბიჭის თავში და აშკარად არ ქონდა საშუალება რომ გამოეხატა თავის თავი და ესე გამოხატა და ანუ და მაგის გამო უჩივეს პოლიციაში. და ანუ იჭერენ იმის გამო რომ პრობლემა აქვს აშკარად ტიპს ხო ხა ანუ ჯერტი ანუ მიახატა ანუ როგორ უნდა დაიჭირო მაგაზე ანუ ჯერ პოლიციამდე რატომ იდის საერთოდ საქმე როცა მასწავლებლებს მგონია რომ ანუ მაგდენი ფსიქოლოგიური განათლება აქვთ რომ პირიქით მაქსიმალურად ბავშვების მხარეს იყვნენ ნებისმიერ მომენტში და ბავშვის გადარჩენაზე ზრუნავდნენ და ხო და აი რო სინამდვილეში მე მაგალითად თან ეგ რაღაცნაირად ზოგადად კერძო სკოლებში აი ხა ვფიქრდები და მე ძირითადად რაღაც 5 სკოლაში მაქვს ნასწავლი 5 სკოლა გამოცვლი კერძო სკოლები იქაც და მაგ შემთხვევაში აი კერძო სკოლაში ბევრად კაცრად ეპყრობიან რაღაცა ხულიგნობებს არ მინდა რომ ვთქვა ვიდრე ხო პროსტა აგდებენ სკოლიდან ხო აი მაგალითად მე მქონდა ეგეთი შემთხვევა
ეხლა ძალიან გაქაჩული სკოლა არის ბრიტანულ-ქართული აკადემია. ერქვა სკოლას, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი სკოლა. ხო, ეხლა არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი სკოლა. მაშინ პატარა სკოლა იყო რაღაც, კერძო სკოლები რო ახლა რაღაც სადარბაზოში. ხო და მაგ იმაში იყო, რომ რაღაც ჩემმა კლასელმა დადო ფოტო, რომ ხლაპუშკებს ახალი წლის პერიოდი იყო, ხლაპუშკებს აფეთქებდნენ იმასთან, ნაგვისურნებთან ჩვენ სკოლასთან რა იყო. და რაღაც caption-ად თუ კომენტარებში ეწერა, რომ რაც ააფეთქეთო რა რაღაც სახლის ნიშნით და ეს ბიჭი დირექტორმა დაიბარა და ეუბნებოდა რომ ამითო შენო სკოლას რეპუტაციას ულახავო. რას ულახავ? რეპუტაციას. ხო, ეგრე არის, ეგრე თვლიან. ხო და მე მაგაზე იმდენად რაღაც განსხვავებული ვიყავი რომ დავწერე რომ მე ძალიან რებელი ვიყავი ბავშვობაში Facebook-ი ახალი გაკეთებული მქონდა დავწერე რომ მეთქი ჩვენი დირექტორი ახლა როზის და Facebook-ზე გსტალკავს თქო ფაშისტია თქო რა ის დავწერე. და მაგის გამო ორი კვირა ვიყავ გარიცხული სკოლიდან. აი მე რომ სასამართლოში გარიცხული სკოლიდან დირექტორი მეუნებოდა რომ სასამართლოში გიჩივლებო შენო შელახეო სკოლის სახელიო. ხო და ეგ ცალკე სევდიანი მაგას მეუნება ამბავია. სკოლის დირექტორი. და მაშინ ვიყავი მე-10 კლასში მგონი. და ეხლა წარმოიდგინე ამან რომ პულივიზატორით მიახატა რაღაცა იმას საერთოდ რას ეთყოდნენ. ხო. და მით უმეტეს თუ რაღაც ეგეთ გომარება. ხო, დირექტორს და იმას კიდია რა, ანუ კედლები არის, გადასაღები არის, ანუ ფულის თემა არის რა, და ხო და არ კიდია, ანუ მაგას მე რო დავწერო დირექტორი ფაშისტია თქო რაღაც 10 მეგობარი რომ ყავს, აი მაგას რა მიზანი ქვა. მაგის მაგრამ ისეც არის რომ ხო ბავშვები ხო, ბავშვები მივიდნენ სკოლაში, ანუ ვინმემ დაინახა ეგ კედლებზე, ანუ ხო იმიტომ შევა ეგეც იყოს რა ხომ თუ დაინახე უკვე ბავშვი მიდის სკოლაში და თავის შობილს ეუბნება რომ კედელზე ეწერა შენი დედაც და ანუ ხო მაგრამ თან ამ ცხოვრების დედაც ეწერა მეტი არაფერი ანუ სრულად გინება იყო დამთარ ანუ მე ყველაზე მეტად ეგ არის რაღაცნაირად აი როგორ ეტყობა რომ უბრალოდ ჯერ კიდე ძალიან ბავშვი იყო რომ მიუხედავად რომ ალბათ როგორი გამწარებული იყო რომ მე თვითკვლობა თავი მოიკლა რომ სკოლაში რომ მივიდა, ანუ შერცხვა რომ გონი ბოლომდე გინება დაეწერა. ანუ ამ ცხოვრების დედაცზე გაჩერდა. ანუ ძალიან ბავშვური მომენტი იყო უბრალოდ და რა ვიცი, ძალიან გულის ამოჭყებელი էր. ხო და ნუ ეგ ცალკე სევდიანი ამბავია, რომ კერძო საკუთრება ეგეთი წმინდა რამე არის ჩვენთანაც და მაგის გამო მოხდა ეგ და თუნდაც ეგ რეპუტაცია რას ამბობ. ანუ რაღაც ისეთი აბსტრაქტული ის გვაქვს ღირებულებები, რომლებთაც იმაზე მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე შეიძლება ვიღაც ადამიანის, აი უბრალოდ სიცოცხლეს არის საუბარი, აი ერთი თუნდაც დაიჭერენ. რაღაც განწყობა იყოს ბავშვის ან არ ვიცი. ანუ ისე თუნდაც დაიჭერენ რა, ანუ ხო მართლა პოლიციამდე როგორ უნდა მივიდეს ეგ საერთოდ, ანუ ისე იგი მაგის დირექტორს უნდა და რომ დაეჭირათ რა, ანუ მამით სადაც შენ გიჩიოდნენ იმის გამო Facebook-ზე დაწერე, ანუ იქაც ხო ეგეთი ისე იმიტომ რომ რო ვეკითხები რომ მეთქი ანუ მაშინ მერვე კლასში ვიყავით ანუ და ვეკითხები რომ მეთქი ანუ ეს ხო სკოლის გარეთ ვქენი თქო ანუ სკოლაში ხო ანუ რა მნიშვნელობა აქვს თქო რა სკოლის გარეთ რას შვებიო და არა ეგო ჩოლებრივი რეპუტაციის ამბავია და ის ბავშვი ჩვენ სკოლაში იყო რომ სკოლის გარეთაც რომ გეჩხუბა გააგდებდნენ სკოლიდან და ვიღაც მეგონი ანუ რაც შემთხვევა იყო რომ აი რამდენი წლის წინ რომ რაღაც ორი ტიპი გააგდეს, იმიტომ რომ სკოლამ გაიგო ეს ქართულ-ამერიკულ აკადემიაში, ხო? ამერიკულ ხო, გივიზალას ანჩში რომ ანუ მაგრამ ნუ ხა ისე თემა ჩხუბი რა, ანუ არ ვიცი შეიძლება დაჭერილი იყო კიდევზე მაგის გამო გაიგეს, ანუ ჩხუბი გაიგეს. ერთი ჩხუბზეც არ მესმის, მაგრამ ჩხუბი ძალიან განსხვავებულია იმისგან, რასაც მოხდა. ანუ საერთოდ არაფერზე არ მესმის, მე პირადად რაც არ უნდა დააშავოს ბავშვმა, მგონია რომ სკოლა უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, რომ პირიქით რაღაც ყველანაირი ის რაღაც გაუწიოს, რაც ჭირდება თუნდაც დახმარება, არ ვიცი, ფსიქოლოგიური იქნება თუ სწორგზაზე დაყენება, რისთვის არის მაშინ სკოლაში. ну სკოლაში იმის რომ წესრიგში მოიყვანოს და ანუ რაღაც რა ვაფშე არ არის რომ გასაკვირია რომ სკოლები და ქარხნები ერთმანეთს გავს და ყველა კი სამხედრო ბანაკებს და ყველა ერთად ციხეს რო გავს გვიყვირს ხალხი თემა არის რა მაგრამ ხო პოლიციას რომ ეგეთი ну მაგის საშუალება აქვს რომ ეგრე იძალადოს ფსიქოლოგიურად
ხო, იქ სხვა არასრულწლოვანზე. ჯესტი მე მგონი წესით უფლება არც აქვს მშობლის გარეშე რომ გაუკეთონ. ეგ შეიძლება დაჟე არ ლეგალურადაც ხნეს. გამართლეს გონი ის პოლიციელები, ხო? გამართლეს რა ხო ვერ დაიჭერ, პოლიციელს ვერ დაიჭერ ციხეში, ან ვერ ჩასვა პოლიციელს. ვინ იძიებს პოლიციის დანაშაულებს? პოლიციელი და პოლიციის მეგობარს, ანუ რაც არ უნდა ცუდი რაღაც ექნა, კაცის რომ მოეკლა, ანუ მაქსიმუმ შეიძლება პროსტა გააგდონ სამსახურიდან და ეგ მოხდა. და ეგ უკვე იმ ხელა მაგაზე უარესი არ შეიძლება არაფერი დაგემართოს პოლიციაში თუ მუშაობ რა და ის ყველაზე ცუდი რაღაც დაემართოთ უკვე. კი, ბევრი სიტყვა აქვს. ხანუდან საუდიანი პოლიციელებს ან ბევრი გაზდით თქო და არა მარტო პოლიციელებს. ანუ მთელი სახელმწიფო სტრუქტურები არის, ხო, ფული ვისაც აქვს და ვინც სახელმწიფო უწყებებთან ახლო არის, ყოველს უფრო პრივილეგირებული არის, ვიდრე ჩვეულებრივ. ხო, აი საქართველოში განსაკუთრებით რა, ანუ სხვა ქვეყნებში რაღაც არსებობს ოდნავ მაინც რა, რომ ხო, justice, ოდნავ უკეთეს მდგომარეობა. ოდნავ მაინც არსებობს რა, ანუ არანაირი, ანუ ეს თემა თუ გავიდა ისე რომ ანუ არაფერი არ მოხდება ამაზე, ანუ ჩემს მართლა არაფერი, ანუ ყველაზე მძიმე თემა არის, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, რომ ხალხი, ანუ რა ხდება ხა თბილისში არის რაღაც პროტესტი ამასთან დაუშვებით, ანუ კი არის და საკმაოდ მცირე. საკმაოდ მცირე, ხო, ანუ არაფერი არ ხდება. ხო, ანუ ამაზე მთელი ქვეყანა როგორ არ გამოდის რა, ანუ ისეთ საკითხია რომ მართლა მთელი ქვეყანა უნდა გამოდიოს, მაგრამ ნუ სწრაფად მოდის და მიდის ნიუსი რა, რომ ანუ ერთი საათიან რაღაცა ნიუსში რო არ ფიქრობ მაგაზე და მე არავინ აღარ ფიქრობს მაგაზე რა, ყველამ დაიწყო. ხო, ნებისმიერი, ანუ ისე არის ახლა აქ გაკეთებული, ამაზე გულაპარაკიას, რომ ისე არის სიტუაცია შექმნილი, რომ ნებისმიერი საპროტესტო აქცია, ნებისმიერი საპროტესტო მუხტი გასაღებულია, როგორც აი წინამთავრობის რაღაცა ნაციონალური მოძრაობის გეგმა, რომ ქართულ ოცნებას ამჟამინდელ მთავრობას დაუკარგოს დისკრედიტაცია და შესაბამისად ანუ ხალხი ვინც არის ჩვეულებრივი ხალხი უბრალოდ უარსამს მაგ აქციებში მონაწილეობას რახან წინამთავრობის წარმომადგენლები არიან იქ. ხო, აი მთავრობა ვაფშე არ შუაში არის, ანუ აქცია. ხო, რა თქმა უნდა, არაფერი შუაში არ არის, მაგრამ აი ის დამოკიდებულება რომ ხო და ხდებოდა. ხო და ვატო, მაგაზე რომ გამოვიდა, არა პროსტა მაგაზე რომ გამოვიდა ხალხი, ეხო მიშასთან არაფერი შუაში, ეგ იყო რაც მოხდა იმასთან კავშირში იყო და ანუ სხვა მთავრობაზე, ანუ როგორ აკავშირებენ ეხა და ამხდებიან თუ გამოვიდა ხალხი იმის გამო რომ ვიღაცას ციხეში ანუ აი ციხეში არის ტიპი ხო ანუ აი ციხის პატიმარი მაინც არის რა ანუ რაც ანუ ჯესტი საზოგადოებას ხო ზიზღი აქვს რაღაც დონეზე რა ციხის პატიმრის რა მაგრამ როგორღაც ამ მაგაზეში ყველა შევიკრიბეთ და გამოვედით ხო და ანუ შეიძლება არ შეიძლება მანდ უფრო მეტი ძალა იყო ჩართული და მაგიტომ არა ანუ შენ ის მომენტი არ გესმის რომ ამ შემთხვევაში ამ საპროტესტო აქციებს ხშირად უერთდებიან აი მიშას დროს რა მთავრობაც იყო მაგას რომ უერთდებიან ძალიან ბევრი ხალხი ამბობს, რომ აი მე იმის გვერდზე არ დავდგები. იმიტომ რომ იქ პროპაგანდა არის, რომ ყველაფერი რაც კი უპირისპირდება ამჟამინდელ მთავრობის დროს მოხდენილ მოვლენას, ყველაფერი არის მიშისტური პროპაგანდა. ნუ ეგ არის რაღაც ხელოვნურად შექმნილი სენტიმენტი და კავშირი, რომ რაღაცნაირად ანუ შეიძლება დიდი მასა ვერ აიყოლიო ეგეთ სისულელეზე, რომ მართლა ესე ტრაგედია რო ხდება, მართლა მაგის გამო გადიხარ და არა იმიტომ რომ რამე პარტიული მიზნები გაქვს. მაგრამ ვიღაც ადამიანები იქნებიან, ვინც მართლა დაიჯერებენ მაგას და მე ატყდებიან, რომ მაგის გვერდით ვერ დადგები და ასე შემდეგ. რა არის რეალურად ოფშენი, ანუ რა არის არჩევანი? ეხლა რომ წავიდეს მე ეს მთავრობა. ანუ ვინ მოვა მთავრობაში? ხო, არც არ მიდის, მაგრამ რომ წავიდეს, ანუ ვინ და მოვიდეს. ხო და ეგ არის. მაგ მდგომარეობაში ვარ თქვენ. ვიცი რომ ძალიან ნეგატიურად ვართ იმაზე, მაგ ქვია TBC ბანკზე, მაგრამ ანუ ლელო ეგეთი ცუდი არის. ანუ აი ხოხტები რა. ხო, მეც ეგრე დავფრი, მამეთ ახლა ეგეთი ცუდი ხო არ იქნება. ბიჭო, არა, მე მამეთ მართლა ანუ მიხოდ იმისა რომ ძალიან ვაკრიტიკებთ ბანკებს ზოგადად მთელ, ნუ ანუ ისე უნდა შეხედო რა კრიტიკულად, მაგრამ რეალურად ანუ ხაზარაძე ან ცუდი ტიპი არის, ანუ მართალია რომ ბანკი არის. მაგრამ ბიჭო, ცუდი ტიპი რატო არის? ანუ თავის დროზე წარმოიდგინე, როცა მაგან დაიწყო TBC, ანუ არაფერი არ იყო ქვეყანაში. ანუ ბანკიც არ იყო, ბანკი საჭირო იყო და ახლა ნუ ჯერჯერობით მაგან დაიწყო ნავთის მაგის რაც იმას უყურე რა სპიჩს რაღაცას რა და ჯერ ნავთის შემოტანი და რაღაცი და ნუ აი ყველაზე ფულიანი საქმეები რაც ან ნავთი თამბაქო და ნუ მე ბანკი რა ანუ აი ყველაზე ფულიანი რაღაცები არის მაგრამ ქვეყანაში როცა
ყველაზე ელემენტარული რაღაცები არ გაქვს. ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს რა. რა წარმოიდგინე შევსწავლე. მან სხვა რაღაც ჰარვარდში დაამთავრა, ჰარვარდში იყო წასული სტიპენდიით და ჩამოვიდა საქართველოში, არაფერი არ იყო რა არაფერს არ ცვლის. ბიჭო, როგორ არ ცვლის ჩემს საერთოდ არაფერ არ ცვლის. ისეც ერთი ჰარვარდში სწავლობდა ხაზარაძე? ჰარვარდში სწავლობდა სტიპენდიით წავიდა კომუნისტურ პერიოდში თუ რაღაცაში წავიდა, ანუ გრანტი ჰქონდა აღებული სრული და ჰარვარდში როგორ გაუშვეს კომუნისტურ პერიოდში მამუკა ხაზარაძე არ გამაგიჟდა. ბიჭო, იმ პონჩი კი გაუშვეს, უშვებდნენ კიდევაც. ანუ არ შეიძლება მერე იყო მამი და არის კონკრეტული წლები როდის იყო რა, მაგრამ ანუ საკმაოდ ადრე რა. საკმაოდ ადრე იყო რა, ბნელ პერიოდში იყო რა. და ანუ ტიპი ჩამოვიდა ხო მერე და აქ რაც აშენება ხო არ წავიდა ანუ რაც რუსეთში შავბნელად გააკეთა რაღაც ფული და აქ გააკეთა შავბნელად თუ რუსეთში რა მნიშვნელობა აქვს? შავბნელად არ რას აკეთებს შავბნელად? აკეთებს კანონის ფარგლებში, ნუ ფულს ახევს ვიღაცებს, იასნ ბანკი არის, მაგრამ ანუ ბანკი ხო გჭირდება რაღაც დონეზე რა, ანუ ვიღაცა სესხი გჭირდება ხო იღებს. მაგაზე არ არის, მაგაზე არ არის. მამუკა ხაზარაძე როგორც გამდიდოდა და ისევე როგორც ბევრი სხვა ბანკირი, არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთში ის იყო, რომ ანუ ისარგებლეს რეალურად ხალხის გაჭირვებით იმით, რომ იმისთვის რომ გამდიდრებულიყვნენ თვითონ. ბიჭო, იძახი ისარგებლეს და ის, მაგრამ ანუ რატო ისარგებლეს? ანუ სარგებლობა ეგ არის. საჭიროება იყო კი გასაგებია. პროსტო სერვის რო აწვდი, რაღაც კომისიით. ანუ გააჩნია როგორც სერვისი აწვდი, ბატო, ანუ იგივე აი ტყიბულის მაღარო რო აიღო, რომელიც აწვდის სერვისს გჭირდება ქვანახშირი, მაგრამ იმის ხარჯზე ხდება, რომ იქ საჭირო equipment-ს არ აძლევენ და იციან იმ ქარხნის პრობლემა, რომ ტიპი იქ მოკვდება. შეუძლია რომ ის არაეთიკურს ვაი, ანუ აი ესე შეხედა, ტყიბულის მაგალითზე უფრო აშკარა არის. ტყიბულის მაღაროში ხო არ აშენებს TBC ბანკი? ხო და ეს ხვანაირი არაეთიკური რაღაც არის. ამ შემთხვევაში მაღაროს არ აჩენებ, მაგრამ სახლებს ართმევ ხო იგივენაირად ხალხს. რომ გასცემ მაგალითად ისე ცესხებს ხალხს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი სახლი, ყველაზე მეტ კერძო საკუთრებას ფლობს გონი TBC ბანკი საქართველოში და ინვესტიციას აკეთებს. არა, ინვესტიციას კი არ აკეთებს, იმას აკეთებს, რომ გასცემს ცესხს, რომელსაც ვერ იხდიან და მე ის სახლი ბანკის მე მაგაზე ნანახი მაქვს, რომ ანუ TBC ბანკს ერთი ტიპის არ გაუსახლებია იმით. სისულელე, აი არა. სისულელე. მართლა, ანუ ყოველწლიურად გამოდის რეპორტი, რომელიც ნუ ძალიან არ არის ხოლმე ვირუსული არ ხდება ძალიან, მაგრამ ყოველთვის TBC ბანკი არის ლიდერი აი იმ რიცხვებში, რომელიც ყველაზე ტრაგიკულია რეალურად ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის წართმეული სახლების რიცხვებში. წართმეული სახლები, მაგრამ ეს წართმეული სახლები ერთის ვისაც რამოდენიმე სახლი აქვს, იმინა ერთადერთი სახლი აქვს და ასახლებენ ამ სახლიდან. დაიცა რა მნიშვნელობა, ჯერ სავარაუდოდ ერთადერთი, იმიტომ რომ თუ რამდენიმე სახლი გაქვს, უფრო დიდი ალბათობაა, რომ სესხი გადაიხადო და თუ ერთი გაქვს, ალბათ ვერ გადაიხდი, ხო? ხო. ხო, თუ ართმევენ ალბათ ძალიან უკიდურეს შემთხვევებში და უკიდურეს მდგომარეობაში ყოფ ადამიანებს. ანუ მარტო ეგ არის თვითონ თავისი პოზიციით, ერთად თვითონ თავისი პოზიციით მოთხრობელის გარდა რეალურად ზუსტად არ ვიცით საიდან გამწირდა რა ეგრე მარტო TBC ბანკი არ არის. თან კაციშვილმა არ იცის TBC ბანკი რო დაიწყო და სხვა ბანკები ეს მარტო TBC-ს არ ეხება. TBC უბრალოდ შემორჩა და ყველაზე დიდი არის. სხვა ბანკებიც რო დაიწყო კაციშვილმა არ იცის რას აკეთებდა 90-იანებში ან ადრეულ 2000-იანებში. რამდენად ლეგალურად აკეთებდა ან რის ხარჯზე გამდიდრდა. კი, მაგრამ ჩემს პროსტა ანუ უფრო დიდი stakes აქვს, რომ ანუ უფრო მეც რაც აკეთებს რა საქართველოსთვის რა და ანუ საბოლოოდ ეგ როგორ არა, ეგ როგორ არის, იცი ბანკი რო ხარ და დიდი ბანკი რო ხარ მით უმეტეს ამხელა და ამხელა ბაზრის ამხელა წილი გაქვს. რაღაც მხრივ პასუხისმგებლობა გაქვს, რომ საქომოქმედო პროექტები გქონდეს და ასე შემდეგ. ან ზოგადად მიღებული არის ყველგან. კი არის ეგ ჩვენ. მარტო საქომოქმედო საერთოდ ჩემს ისეთ საკეთებს, რომ თვითონ განვითარდეს რა, ჩემს და ნუ აი ბიძინა ივანიშვილზე იგივეს რატო არა, ბევრად მეც საკეთებს. რას აკეთებს? რას? ანუ რას აკეთებს? ანუ ხელოვანი ადამიანები ახლა მაგის ხარჯზე ცხოვრობენ. ჯერთი წლების მანძილზე სანამ ბიძინა ივანიშვილს სახელს გავიგებდით, უზარმაზარი რაოდენობის ფული აქვს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, მარტო გზები რაც გაკეთებულა ან ქალაქები ან თავის სოფელი საიდანაც არის ყველასთან რო გაზი არის ან სოფლებში რო შეყავდა ან სტიპენდია დაუნიშნა რაღაცა თვიური ხელფასები ვინც იყვნენ თეატრში და ეგეთ გაჭირებული ხათმები და ასე შემდეგ. არის სტიპენდია, გაზი და რაღაცები, ანუ არ არის მიმართული განათლება, განვითარება, ანუ მომავალში. ეს განათლებისთვის რას აკეთებს მამუკა ხაზარაძე? ბიჭო, ამერიკული აკადემია მე სწავლობდი, მაგის აშენებული ერთდროს ეს ერთი წამი ამერიკული აკადემია რა ღირს შემახსენე? ძალიან ანუ ისეთია. ვინგანა ჯერთი არა ერთი წამი, ეხლა ძალიან დავთრიგერდი. განათლებაში ფულის ამერიკული აკადემიაში შენ ასეთ კარგი განათლება არის?
მაგას რა თავიდან ანება ფულს თუ დებ რატო დებ უკვე მდიდარი ადამიანების და უკვე ვისაც ისედაც შეუძლია რომ ეგ კარგი განათლება მიიღოს ეგეთი ადამიანებისთვის მაშინ ან თუ მართლა განათლებაში გინდა რომ ჩადო უნდა მიაწვდინო ისეთ ხალხს რომლისთვისაც საჭიროა და იცი რომ შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს რომ მართლა განვითარდნენ უბრალოდ მაგის შესაძლებლობა არ აქვს და ამერიკულ აკადემიაში რომ და ფულსაც ისედაც ყველას შეუძლია რომ სკოლა რო 20,000 იღებს არავის არ ეხმარები ეხმარები რამდენიმე შესაძლებლობა ადამიანს ჩემი კლასელები არიან ისეთ სკოლებშიც $60,000 ღირს წელიწადში და ბოლომდე დაფინანსება აქვს და ანუ არაფრის ხარჯის გაახდა არ უწევთ და ანუ ძალიან მაღალი სტიპენდიები და უფასოდ გერმანიაში და ანუ უფასოდ გერმანიაში ისედაც მოხდება არა ანუ ის რო ანუ რეალ $20,000 თუ იხდი ყოველ წელს თან 4 წლიანი თუ არის ბოლო 4 წელი და ანუ მე მოხდები უნივერსიტეტში სადაც $60,000 იღებს მაგისთვის ამერიკულ აკადემიაში სწავლა არ გჭირდება ანუ ამერიკული აკადემიაში სწავლა არ გჭირდება მაშინ სახლიდან შეგიძლია ისწავლო და შეგიძლია სამი ორტაძე იყო და ანუ просто იმუშაო მაგას არ გულისხმობ ანუ ამერიკული აკადემია რაც ღირს იმის შესაფერისი განათლება ამერიკულ აკადემიაში არ არის და ეგ ძალიან მარტივად შეგიძლია მაგას მიხვდე იმ პროგრამით რომელსაც სწავლობ იგივე ამერიკულ აკადემიაში ანუ მე მახსოვს შე რასაც სწავლობდი და ჯერთი თვითონ არც სწავლების დონე არ გონია ძალიან განსაკუთრებული არაფერი განსაკუთრებული პროსტა გარემო არის უფრო უკეთესი რა ანუ ეჭვს ანაბარბო საჯარო სკოლაში ყოფილიყავი ბევრად უარესი იქნებოდა ხო და ვატო მაგას ხალხის დახმარება და ალტრუიზმი ის კი არ არის რომ უზარმაზარი მოგება გააკეთო სკოლიდან რომელიც გათვლილი არის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილზე ეგ არ არის ხალხის დახმარება ჩემი აზრით კი მაგრამ მე ისინი თუ გავითარდებიან ჩავნეს საქართველოში და მიიღებენ კარგ განათლებას ანუ ეგენი არიან ვინც ავითარებენ და ძალიან ბევრი არის ხო და არ არიან ეგენი ვინც ავითარებენ უნდა იყოს იდეა არა ეგ ხო და ეგ არის სტანდარტ ჯოკერს ხო ერთად უყურებთ ერთ წამ ეგ არის ის მიდგომა, აი იქ რომ თომას ვეინი ამბობს, რომ ჩვენო ვინცო რაღაცებს მივახციეთო, ეხლა მოგვეც საშუალება რომ დაგეხმაროთ და თქვენ კლოუნები ხართ. ეგრე არ არის. ვიღაცა ერთეული განათლებული ადამიანები არ ახდენენ არაფერ გრანდიოზულ რეფორმებს არსად სოფლიოში და ეგ არ ყოფილა სოფლიო ეკონომიკის განვითარების ისტორია. ეგ არის ჩვეულებრივი მითი შექმნილი იმისთვის, რომ დაემორჩილო დიდარ ძალაუფლების მქონე ადამიანებს. და ეგ მითი ძალიან აწყობს თვითონ იგივე ბიზნესმენშულმაც, იმიტომ რომ იმ ქველმოქმედებას რაც აკეთებს, აი ერთ-ერთი წყალტუბო იყო, ხო? თუ რომელ ქალაქზე თქვა? წყალტუბო, გონი წყალტუბო არის, რაღაც ქალაქი არის თბილისში, სადაც იყო ადრე ბევრი სანატორიუმები, სასტუმროები და ასე შემდეგ. თქვა, რომ ეხლა მე ამ ყველაფერსო ვიყიდიო. და მეო განვავითარებ მოგებას საერთოდ არ გავაკეთებ და მე იმას ვიზამ რომ ჩემი ქონების 90%-ს მთლიანად საქართველოს მოახმარო. თვითონ ეგ აქტი ქველმოქმედების რა თქმა უნდა სასიხარულო არის, მაგრამ იმპლიკაცია მაგის ის არის რომ მე ვარ თქვენი მხსნელი, სახელმწიფოს არ აქვს უნარი და თქვენ არ გაქვთ უნარი რომ თქვენით დემოკრატიულად შეძლოთ რამე. მე მაგას ვიძახი, მეც ეგ მინდა რომ ანუ უნდა მიეცეს ძალა ხალხს. ხო და მამუკა ხაზარაძე არის ზუსტად იგივე ადამიანი, რაც არის. ხო და ძალა ისე მიეცემა თუ განათლება იქნება ყოველთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. და შენ რო იღებ ისედაც ბევრ ფულს და ისედაც ბევრფულიანი ადამიანების განათლებაში და ეგ უკვე არის რაღაცნაირი ის ანუ არაეთიკურია ძალიან და ვერ იტყვი რომ მართლა განათლებაში და ქვეყანას ახმარ. ანუ გაი. ხო ეს საინტერესო საკითხი იყო, მაგრამ ამაზე მეტად ვატო მე იცი რა მაინტერესებს? მე მაინტერესებს. განათლებაზე გაინტერესებს. არა, განათლების გარდა. რადგან ვლაპარაკეთ, ყველაზე მეტად რა მაინტერესებს ვატო იცი? არ ვიცი რა მოხდა თქვა მარიამს თქვას უკვე რატო გადახდე მარიამი უნდა გავიდეს მალე ჩოგბურთზე მიდის და მოყვეს თავისი კვირის საუკეთესო ნაწილი მე ვფიქრობ დრო არის უკვე მე მინდოდა რომ მეკითხა თქვენი წინა საახალწლო განწყობა როგორია და ნელ-ნელა რა შეხვიდეთ ამ წინა საახალწლო ხასიათის პოდკასტებში გადასვლა რო იყოს ამიტომ ჯერ მაგით დავიწყოთ და მე მოვყვები ჩემ კვირას კაი როგორი წინა საახალწლო განწყობა გაქვთ? ნაძვის ხე გააქვს? ძალიან კარგი. აქ არ მაქვს ნაძვის ხე, მაგრამ არც ხვდები აქ ახალწელს, რა თბილისში ვიქნები და თბილისში ნაძვის ხე უკვე არის. ალბათ დაგახვედრებენ. დამახვედრებენ. რავი, ძალიან მაგარი ჩავდივართ თბილისში ერთ პოდკასტს ჩავიწერთ. მაგარი იქნება, მე გავალთ და მე გუდაუში ვიქნები 3 დღე. 3 დღის შემდეგ ისევ ტატოს ნახო მომიწევს. მომიწევს.
მაგრამ წინათ ხალხო განწყობებზე ხო ანუ წინა კვირაზე არ ვლაპარაკობთ ეგრე გამოდის არა ეგეც ახლა მოვაყოლე ბარემ კაი ჯერ შენ თქვი წინათ ხალხოზე მოყომარდეთ კაი და ხო ჩემი წინა სახალხო განწყობა არ მაქვს ხოლმე წინა დავხატე და დავწერე საშობაო ზღაპარე რომელიც დავდე Instagram-ზე ეგ აჯამებს ჩემ წინა სახალხო განწყობას რომელიც ძალიან ბნელი და სევდიანი და უცნაურია აუ წარმომიდგენია არა ბნელი საერთოდ არ არის სახალისოა უბრალოდ ტატო ჩამოგიდან და ჩამოსაკიც რომ ჩამოკიდო რამე ერთი ჩემგან და მაგის გარდა წინა სახალხო განწყობა ახალი წელი რა არის არაფერი ანუ ჩემს ანუ სკი ანუ თხილამურზე სრიალთან და მასთან ასოცირებული რა ანუ ბაკურიანი გუდაური და ანუ ქუჩაში სინათლეები რო კიდია მაწუხებს ყველაფერი ძალიან კაშკაშა აი სინათლეები ძალიან მაგარია მაგარი ხო აი ესე წელს შარშანწინ დაიწყო მაგრამ წელს თუ გახვალ ბევრად უარესი მდგომარეობა ის ბევრად მეკია არა იმას ვამბობ აი მერია რომ კონკრეტულ პარკებს, კონკრეტულ კომპანიებს აბარებს, რომ იმათ მორთონის პარკი აღარ აბსოლუტურად ბრენდირებული იქნება რა ეს მორთონი. ვაიმე გული. გუშინ ვაიმე გული. გუშინ წინ ვიყავი ესეთ მაკდონალდსის პარკში, სადაც მაკდონალდსის ლოგოები იყო ხეებზე ჩამოკიდებული და მე გადავედი. ფრიები და ასე შემდეგ და ანუ კიდე ის ჯეოსელის პარკი გვაქვს ცალკე და იქით ბორჯომის და ანუ product placement-ის ქალაქი არის მთლიანად და ანუ ახლა წელს კი კაპიტალიზმი მოიპარა ახალი წელი. ვერაფერში ვერ ხედავ იმას რომ რეალურად რომ შემეკითხო ვაფშე ანუ ეს ანუ მომწონს რომ გავდივარ ქუჩაში ნათურები და რაცები მაგრამ ანუ სხვა რამში ვერ ხარჯავ ამაში რატო ზეიმობთ ახალ წელს ვერ ხვდები ანუ ამთხელ ფულს თბილისს სადა აქვს მაგდენი ფული რომ ხარჯოს ხაც მილიონებს არ ხარჯავენ ამ ნათურებში ჩამოვსვათ ანუ მე პირადად ანუ ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ პროსტ მე ვერ ხვდავ აზრს აი საჭიროების გარდა რამეში ფულის დახარჯვის აზრს მე ვერ ხვდავ რა ანუ მართლა ვერ აი ვერანაირს რა ვინმეს რამე არგუმენტი აქვს? ანუ ერთი ის არის რომ როდესაც ძალიან ცუდად ცხოვრობ და რაღაცა მე მცირე წახალისებას რო იღებ ეგეთი ვიზუალებით გეხმარება როგორც შეიძლება შენ პრაგმატულად ხედავ ფულის ხარჯვას მაგრამ შეიძლება კონცერტზე წახვიდე იმიტომ რომ გაერთობ. იგივენაირად კონცერტი გამოცდილება არის მუსიკა ამავე ეგეც ვიზუალური გამოცდილება. უფრო ხალისიანია ხალხი ვითომ. ხო ნუ ხელოვნურად შეგიძლია რომ შეიქმნა ის განწყობა სუბორდინაციისთვის კარგი ინსტრუმენტია ლამაზი განათლება. მაგ შესაძლებლობას და ეხლა შენი კვირის ის გითხარი მარია. ჩემი კვირის შეჯამება. საუკეთესო რა მოხდა. ეს წინა სახალხო განწყობა არ აქვს მარიამს? მე კი ცოტა სევდიანი. აუ მი სხვათა შორის აქვე დავარეკლამებ კლაუსი რო არის ანიმაცია ეგ ძალიან კაი ანიმაცია, რომელიც მე თვითონ ჯერ არ მინახავს. შეყრა მოთქო, ანუ მიასაც უნდა ყურება. ხო და ძალიან ლამაზია. ხო რავი, არა, ნუ არ მინდა რომ მარტო ვუყურო, ფილმესთან ერთად მინდა რომ ვუყურო და მაგიტო ვიკავებ თავს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ისეთი თბილი და მყუდრო და საყვარელი ანიმაცია, რომელსაც ყველა აქებს, ამიტომ ნახეთ თქვენს. ხო და აი არ დასკოლოსის ორიჯინი. და ჩემ კვირას რაც შეეხება, მგონი ჩემი ყველაზე დიდი წარმატება იყო ჩოგბურთზე რამდენიმე სწორად ჩაწოდებული ბურთი. აი ეგ. სმენელმა შეიძლება არ იცოდეს აუხსენი რა არის ჩოგბურთი. ბრაო. ნუ მე ეგეთ კითხავს სულ მომენტ ანუ შორს არ არის. ხუმრობა არის უბრალოდ ასეთ. კაი. მოგწონს ამ ჩოგბურთი. მე ვიტყვი რა. ჩოგბურთი კი ძალიან ისე ну სპორტზე არასდროს არ მივლია და არ მივარჯიშია, ამიტომ შეიძლება მაგის აღტაცება და აჟიტირება მაქვს ძირითადად, მაგრამ საკმაოდ გაწაცებული ვარ ამ პერიოდში ჩოგბურთით. ვახტანგ. კაი, მოკლედ მომირშა ყველაფერი. რა მე მგონი იქ წინაზე ვწინ, მაგრამ ნუ ესე ხო იყო რა, ნუ ესე დახმარებით დავწერეთ. ნუ როგორი თემა არის? თელ დღე რა. რა მიიღე მაგესეში? ეს ბოლო დღეები, არ ვიცი. ეს ბოლო დღეები ის რა ქვია თელ დღე კომპიუტერზე ვთამაშობდი ნუ დღეს სტოპი გავაკეთე რა იმიტომ რომ ძალიან სულად გავხდი რა მაგრამ ნუ
სწავლა მომირჩა. ყოველდღე კომპიუტერზე ვთამაშობდი, ტელეფონზე ვთამაშობდი Brawl Stars ნიასთან ერთად. და რა მთელი დღე კომპიუტერზე თამაშობდი და ტელეფონზე თამაშით გადიოდა რა. და ნუ საბოლოოდ უძილობა დამეწყო და ვაფშე აღარ მეძინებოდა შფოთვა და მედიტაციას დაუბრუნდი რა. წყაროს დაუბრუნდი. აი ესე. ხო, მეც ვაპირებ. მედიტაციას ავხარე ხა ბოლოში თავიდან უნდა გეთქვა და ნახავდი. გაიწელებოდა ეს პოდკასტი. შენ რო არ ხარ აქ მე შენ სწავლებას ვავრცელებ ასე რომ არიდან ავწევ შენ მისიას. კი, სულ როგორ? ესა სწორი ყვება, ვარჯიში და სწორი ყვება არის ტატოს მოწოდება. იოგა, მედიტაცია, კიდე რაებს მირჩევ. ეხლა ჩემი საუკეთესო ნაწილი ამ კვირის იყო გადავედი სრულად ჯანმრთელ ყვებაზე. წეღან ჭამა მაკდონალდსი. წეღან. აი, მაგის გარდა. რა იყო? წეღან როგორ ჭამ მაკდონალდსი? როგორ ხარ ეგეთი ადამიანი? რო პროსტა ანუ აი დგები და იწერ მაკდონალდს. მარიამს უნდოდა. თან 9 წუთში მოუტანეს, 9 წუთში მართლა მიმდენა დახლოს არის ამის სახთან. აი შემდეგზე წავალ. არა, კარგი რაც იყო, ამას წინ მე ვიყავი ჩემ ამ ხანაკთან ერთად ბარში. ვაუ. სოციალიზაცია და შემხვდა ჩემი ძველი მეგობარი, რომელთანაც ძალიან გავერთე და ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. და რა ვიცი, ეგ იყო ჰაილაიტი. მაგარია. მაშინ დიდება საქართველოს. მარიამს რამის ფლაგის ჩავდება. ხო, რამის ფლაგი, რამის რეკლამას გავუკეთებ, შეგიძლია ჩააგდო. პრომოუტე. მარიამ, მიდი ცოტა დრო გახ. ბომბორას. ადამიანი, ვინც მინდა რომ მოიწიოთ და მე ადამიანი თქვი თუ გინდა. ვინ? თქვი, რატო ჩურჩული? რო არ იქნება არ დავპატიჟოთ მე და. აი მოდი პოდკასტს რომ მოვჩევთ მე გითხარი რომ არ გავპატიჟოთ. და დავტოვებ და მე როცა იქნება კრედიტებს მომეწერთ იმედი. კი ბატონო. კარი, მოკლედ კაი მომავალი წლიდან ანუ ტატოს იკვებები ჯანსაღად და აღარ ეწევი. მაგაზე შევი New Year's resolution-ი. ძალიან კაი. მე ის სხვა შორის New Year's resolution მინდა გავაკეთო, რომ შემდეგი წელი არ დავლიო, არ მოვწიოს, ვაფშე არაფერი არ ვქნა, ანუ მთელი წელი. ანუ ისედაც არ მიქნია თითქმის მთელი წელი ვაფშე სასმენიც არ დამილევია. მაგრამ აი სამჯერ დავლიე მე მგონი წელს თუ რაღაც რა, აი წლის დასაწყისში. და შემდეგ წელს მინდა ვაფშე მინდა და ყავის დამატებაც რა, იმიტომ რეალურად ხა თუ არაფერს არ ვიღებ და არაფერს არ შვები, რეალურად ისედაც არაფერს არ ვაკეთებ რა და ანუ next challenge იქნება აი კოფეინის რო ამოვიღო რა, იქნება რომ ჩაისაც ვერ დავლევ რა. და რა ვიცი ანუ აი მაგდენი თუ ვქენი აი შემდეგი წელი ჯოჯოხა შევა დავიკიდე არ გავირთულებ ხო რა ჩემი New Year's resolution-ი არის რომ უბრალოდ იმაზე ოდნავ უარესი იყოს შემდეგი წელი ვიდრე ახლა იყო და არა ბევრად უარესი აჰა ჩემი მიზანი იქა კაი იქნებოდა კარგით მოკლედ ნახვამდის ჩვენ ძვირფასო მსმენელებო დიდი სიამოვნებით იყო როგორც მინდით და მოკლედ კაი ნუ კლაუს უყურეთ არის ჩემი დასკვნა მართლა კლაუს უყურეთ ხო კარგი რეკომენდაცია არის მეც უყურებ ალბათ და პირველი მანდილოსანი პოდკასტზე იმედია ბოლო არ არის და ეს ტრენდი გაჩნდება რომ უკვე აი ბევრი იქნება კვოტები ჩვენ ფემინისტები ვართ უჭერთ მხარს ხალებს თანაბრად აი ერთ დღეს გავათანაბრებთ რა ვაფშე ანუ ორი ჰოსტი გვეყოლება ხალი და ანუ ვაფშე გავათანაბრებთ რა საერთოდ ჩვენ ისეთ ფემინისტები ვართ რომ აი მე და ვატო პირდებით ხალებს რომ ჩვენ კაცები მოუგვარებთ ყველა პრობლემას კარგი იმედია კარგი დღე გაქვთ ემზადებით ახალი წლისთვის ყველაფერი კარგად არის ბედნიერი ხართ და ნახვამდის დიდება საქართველოს დროებით